გამარჯობა მეგობრებო, სულ მინდა პატარა ვიდეო ჩავწერო, მაგრამ ყოველთვის მიგრძელდება და რატომ არ ვიცი და მოდით უცებ. ჩქარა მინდა დავიწყო გაშლა, ვნახოთ. ფიქრობ გავაკეთო ასეთი გაშლა. თქვენი მამაკაცისთვის თქვენ ვინ ხართ? რას ფიქრობს ახლა ამ წუთში ეს პიროვნება თქვენზე? თქვენ ვინ ხართ მისთვის? ну, მამაკაცებმა ქალბატონებზე ჩავიფიქრეთ, შემოკარგებო, რა თქმა უნდა და თქვენი პარტნიორები ჩაიქრეთ ერთი სიტყვით. ნახოთ ალბათ თქვენ ვინ ხართ მისთვის. მეგობრებო, რატომ ფიქრობს ეს მამაკაცი, რომ თქვენ ხართ ცოტა მანიპულატორი, ცოტა შესაძლებელია ჯადოქარიც, აქ არ არის გამორიცხული მიყურებდეთ ისეთი პიროვნებები, თუნდაც რომ ეტყვით მამაკაც დავუშვათ ეს ასე უნდა გააკეთო, ხო? ანუ რჩევას მისცემ და არ გააკეთებს და ზუსტად ისე ხდება, ცოტა შეშინებულია ეს მამაკაცი. მე დაიწონეს პოზიციაში არის, სულ რაღაც ფიქრებში არის, გაურკვევლობაში არის, ასე რატომ ხდება, მაგრამ ამ პიროვნებისთვის თქვენ ძალიან ენატრებით, ძალიან უყვარხართ, ცოტა კი არა და საკმაოდ გაურკვევლობაში არის. მე არ გამოვრიცხავ აქ ვინაიდან არის საჯარო გაშლა, აქ იკვეთება ცოტა ასაკში სხვაობა, ჩემოკარგებო, ან თქვენ ხართ მასზე უფროსი, ან ის არის ცოტა თქვენზე უფროსი, უფრო არა თანატოლები, უფრო უფროსები ჩანხართ. და არის ურთიერთდახმარება, ხელის გამოწევა ერთმანეთის მიმართ, ანუ ამ პიროვნებისთვის არ ხარ თქვენ ვიღაც უცხო, მაგრამ რატომ ფიქრობს ეს პიროვნება, რატომ არის ნაწყენი, რატომ არის ნახეთ თითქოს ყველაფერი დამთავრდა, დასრულდა, ან ნახეთ მეორე ვარიანტი არის, ეს პიროვნება არის ამ ეტაპისთვის გაბრაზებული რაღაცაზე, რატომღაც თქვენზე, მაგრამ რა თემასთან დაკავშირებით, შესაძლებელი აქ იყო თქვენ შორის რაღაც ფულთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით იყო რაღაც კამათი, პიროვნება თითქოს გასულია ურთიერთობიდან, მაგრამ ჩემოკარგებო, ფიქრობს ახლა ეს დაამთავროს ეს ურთიერთობა, თუ სხვა ლეველზე გადავიდეს, სხვა ურთიერთობა, სხვანაირად წარმართოს ეს ურთიერთობა, გადაწყვეტილი აქვს, არა, უკვე ამას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ურთიერთობა უნდა შეცვალოს, ასე აღარ გაგრძელდება, ან დაამთავროს, ან გააგრძელოს, მაგრამ თქვენ მაინც კიდევ ერთხელ ვკითხავ, ჩავეკითხებით აროს, თქვენ მისთვის ვინ ხართ კონკრეტულად, მას უყვარხართ თუ არა? აქ რატომ იკვეთება ძალიან დაძაბულობა, კამათი, აქ იკვეთებით წყვილები, ჩემოკარგებო, მეტწილად, ვისთანაც არის ძალიან ხშირად კონფლიქტი, გაურკვევლობა, გაუგებრობა, მაგრამ თქვენ შორის არის, რომ გითხრათ ახლა ძალიან დიდი სიყვარული, ვნება და ის არ არის, მაგრამ აქ არის ურთიერთ პატივისცემა, სიმპათიები, ტოლვა ანუ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ რაღაც თითქოს დამთავრდა, თითქოს რაღაც ისე ვეღარ იყო და ამ ყველაფერს უკვე დრო აჩვენებს. ადამიანი გასულია, ჩემოკარგებო, ფაქტიურად ურთიერთობიდან კი არა, თითქოს სამყაროდან გასული არის, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თავარი ის არის, რომ ამ პიროვნებისთვის თქვენ უცხო, არა ამ პიროვნებას თქვენ დასაკარგვად არ ემეტებით, ჩემოკარგებო, ეს კიდევ გამოვა კონტაქტზე, თუ დაკარგული არის, კი ნამდვილად და საბოლოოდ ბევრი თქვენთაგანი ეს ოჯახითაც დაგვირგვინდებათ, ან ოჯახი ხართ და ახლა ხართ დაშლილები, ასე ვთქვათ, და ისევ შეერთდებით, მაგრამ აქ იქნება პირდაპირ გეტყვით, ჩემოკარგებო,
არ გეგონოთ რომ შერიგდები და ყველაფერი იქნება როგორც იტყვიან რუსები ესე გლადგად არა აქ უკვე იკვეთება ის რომ სულ ქაოსი იქნება თქვენ შორის გაურკვევლობა სულ ქიშპობა თუ ასეთი ურთიერთობისთვის მზად ხართ მაშინ დაელოდეთ თქვენს პიროვნებას მე დაგემშვიდობებით დროებით არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ნახვის შემთხვევაში უკაცრავად და ლაიქება და გვერდის, გამოწერა. ნახვამდის.